სად იყო დოროთე, როდესაც პატრიარქს ლანძღავდნენ 2017-2019 წლებში. ყველაზე მეტად მაშინ ჭირდებოდა საპატრიარქოს და პატრიარქის პოზიციას დაცვა. ერთი არ გვახსოვს მისი გამოსვლა და პატრიარქის მხარდამჭერი განცხადება. ეხლა როცა პატრიარქს აღარ ჭირდება დაცვა, ეხლა გაახსენდა მას, რომ და ეხლა გაახსენდა ის მომიტინგეები. მთელი ის ღამეები ჩვენი სამსახურის სასულიერო პირები მთელი ღამე იდგნენ ქაშვეთის ეკლესიაში და ეხმარებოდნენ გაზით და წყლით, ესე იგი დაზარალებულ ადამიანებს. ეს სულ ყველას დაავიწყდა. დოროთე მაშინ სად იყო? სად იყო მაშინ? იქ რო ვიდექით ქაშვეთთან და რო ეხმარებოდეთ ამ ხალხს. დოროთემ რაც გააკეთა, იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეკლესია მათი მტერია, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ყველა განცხადებას, რაც მან მოაყოლა იმასთან დაკავშირებით, თუ არ მოწონს ქართული ოცნების პოლიტიკა, მოაყოლა ეკლესიის შეურაცხყოფა. დაიწყო დაბლიდან და ავიდა ეხლა იმამდე, რა ქვია, სინოდის წევრებამდე და პატრიარქის გამორჩეულ მოსაყდრემდე. მოსაყდრე რამდენი ხანია რაც გამორჩეული? 8 წელია მოსაყდრე ასრულებს პატრიარქის ლოცვა კურთხევებს. და ეხლა გამოიძია დოროთემ თურმე რომ რა ქვია პატრიარქს არ უსმენს და შეურაცხყოფას აყენებს ვინმე იქ საპატრიარქოში. ნუ ეხლა ბოლო-ბოლო ადამიანს გაუფრთხილდა და ნუ აქეზებთ ასეთ რაღაცებზე, დაღუპვის გზაზე დგას.